სოჯუ არის კორეის ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი. იგი გამჭვირვალე გამოხდილი არყის სახეობის სასმელია, რომელიც მზადდება ბრინჯის, ქერის, შვრიისა ან ტკბილი კარტოფილისგან. თავდაპირველად სოჯუ მაღალი ალკოჰოლურობის შემცველი სასმელი იყო, თუმცა თანამედროვე სოჯუ 16-დან 20%-იანია, რაც მას მსუბუქად დასალევს და ფართოდ პოპულარულს ხდის. კორეულ კულტურაში სოჯუ არ წარმოადგენს მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელს, არამედ ის არის სოციალური ურთიერთობების ნაწილი და კორელებისთვის სოჯუს ერთად დალევა განასახიერებს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას. დღესდღეობით სოჯუ იწარმოება მრავალი ბრენდისა და სხვადასხვა არომატების სახით, როგორც არის მაგალითად ყურძენი, ატამი და ვაშლი. სომეგი პოპულარული კორეული ალკოჰოლური კოქტეილია, რომელიც მიიღება კორეული არაყის, სოჯუსა და მეგჯუს ლუდის შერევით. სახელით სწორედ ამ ორი შერწყმით მიიღება სოჯუს პლუს მეგჯუ. სოჯუ განსაკუთრებით გავრცელებულია მეგობრულ შეკრებებზე და საღამოს ჭიქის აწევის კულტურის ნაწილად მიიჩნევა. სომეგი განასახიერებს კორეული ცხოვრების მხიარულ და სოციალურად ერთიან სულს. კორეული სომეგის ქართული ვარიანტია ჩაკიდული. ჩაკიდული პოპულარული ქართული ალკოჰოლური ნაზავია, რომელიც მზადდება არყისა და ლუდის შერევით. იგი ხშირად აღიქმება როგორც ქართული ანალოგი კორეული სომეგისა. კორეული სომეგიც და ქართული ჩაკიდულიც ალკოჰოლს სოციალური კომუნიკაციის ფორმად აქცევს. მაკოლი არის კორეის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მზადდება ბრინჯის, წყლისა და სპეციალური საფუარის ფერმენტაციის გზით. მას ახასიათებს ოდნავ რძისფერი, შემგროვული ტექსტურა და შედარებით ტკბილი გემო. მაკოლი ხშირად მოიხსენიება როგორც ხალხის ღვინო, რადგან წარსულში ის გლეხების ყოველდღიური სასმელი იყო. იაფი, გამაგრილებელი და ნოყიერი. თანამედროვე ეპოქაში კი მაკოლი კვლავ ფართოდ პოპულარულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე უცხოელ ტურისტებს შორის. დღეს მაკოლი სხვადასხვა ფორმით იწარმოება იასამნისფერი ბრინჯის, ხილის არომატითა და ყვავილოვანი ნოტებით. იგი განასახიერებს კორეის ტრადიციისა და ბუნებასთან ჰარმონიის იდეას.